კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31 ტურის ამბებზე გიამბობთ. ესე იგი, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ხო ისიც 31 ტურის თამაშები იყო და აი ამან კიდევ უფრო დაძაბა ჩემპიონობისთვის ბრძოლა. პირველი, სამგურალმა და გაგრამ ქულები გაიყვეს. თამაში 1-1-ზე მორჩა. ისე გიორგი ფანცულაიამ სეზონში მე-15 გოლი შეაგდო სამგურალის მაისურით, მაგარია. მეორე, ამ ტურში ორი კარგი საშინაო მოგება ვნახეთ თბილისის დინამომ 3-0 მოუგო თელავს. გარეჯმა კიდე 3-1 აჯობა ფოთის კოლხეთს ტიატას სამეტეთს. მესამე, და ეს მთავარია ცხრილისთვის ლიდერებს ქულები არ დაუკარგავთ. გორის დილამ ცოტა რთულ თამაში, მაგრამ მაინც 1-0 მოუგო ქუთაისის ტორპედოს. იბერია 1999-მა კიდე ბათუმში მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა. 2-0 მოუგო ადგილობრივ დინამოს. ხო და ამის მერე სატურნირო ცხრილში რა ხდება? იბერია 1999 და დილა ისევ ერთად არიან, 65-65 ქულით ლიდერობენ. იბერია პირველზე ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგი აქვს რა. მერე მოდის თბილისის დინამო 42 ქულით და ტორპედო 40-ით. მოკრეთ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე ძალიან დაძაბული იქნება ეგრეთ ჩანს.